სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახარო და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე, მადლი ღმერთმა რომ გაგვთ. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღეს, საოცარი დღე არის დღევანდელ დღეს, ფერიცვალების დღესასწაული. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული ქრისტიანულ სამყაროში. ქრისტიანებისათვის ამ დღეს აქვს ძალიან მნიშვნელობა და რატო? მე თვითონ ესე დამოკიდებულ მქონდა ამ დღესთან დაკავშირებით ფერიცვალებასთან, სულ რაღაცა რომ დავიწყე ეკლესიის სიარული, სულ მქონდა რომ ფერიცვალების შემდეგ რაღაცა ჩემ ცხოვრებაში რაღაცა უნდა შეცვლილიყო. უნდა შეცვლილიყო ღვთისაკენ სასიკეთო და მახსოვს, როდესაც აი პირველი ფერიცვალება რომ დადგა, როცა ეკლესიური გავხდი და დავიწყე ზიარება მივიღე, წმინდა ზიარება პროდემერსში დავიწყე და სიარული. მაშინ ფერიცვალებამ და ესეთი აღთქმა და არ შეიძლება ფიცის დადება, საერთოდ აღთქმის დადება არ შეიძლება დაფიცე, მაგრამ მაშინ მე ვთხოვე რომ მერტო გეხვეწები მეთქი რომ ფერიცვალების დღესასწაული მოდის და მაშინ ვიყავი ძალიან მიჩვეული ბილციტყვაობას. თითქმის ყველა წუთში ვიგინებოდი და ღმერთს ვთხოვე რომ აი ფერიცვალების დღესასწაულის შემდეგ მეთქი არასოდეს შეიმაგიდან ბილცი სიტყვა აღარ ამოვიდეს მეთქი. და ძალიან ვთხოვე ღმერთს, სანამ ისე რომ სულ ყველა ფერიცვალება სულ რაღაცა ის ცოდვა რომელიც ძალიან მიშლდა ღმერთთან ურთიერთობაში ხელს და რაღაცა უკან ხევდა ეს ცოდვა, იმიტომ რომ მომეშორებინა. და ფერიცვალებას უცოდი რომ ეს საოცარი ძალა ქონდა ამ დღესასწაულს. შინაგან ამ დღესასწაულს დიდი რწმენა მქონდა რომ ეს ჩემში რაღაცა ძალიან შეცვლიდა. რაღაცა ჩემში გამოცვდა. და მაშინ მახსოვს ეს რომ წირვაზე რო ვიდექი თელი წლის განმავლობაში მერც ვეხვეწებოდი რომ მერტო არ მინდა მეთქი იმ ბაგითად, იმ ბაგით ერთად ღმერთს ვადიდებ და რა ბაგითაც ლოცვას ვკითხულობ, არ მინდა რომ ამ ბაგიდან, ჩემ ბაგიდან როდესმე რო ჩემს თო ბაგიცვა ამოვიდეს მეთქი და მართლაც აი წირვის შემდეგ როცა მივიღე წმინდა ზიარება და ჩემ ბაგეს შეეხო მაცხოვრის და ხორცი და წმინდა ზიარება მივიღე, იმ დღის შემდეგ უკვე 20 წელზე მეტი გავიდა, რა ჩემ ბაგიდან ბილცვა აღარ ამოსულა იმის შემდეგ. ისე დამეხმარა ეს სასწაულთია, ვერ შევძელი ეს, იმიტომ რომ ამ დღევანდელმა დღემ შემაძლებინა. ამ დღეს აქვს საოცარი ძალა, უდიდესი ძალა აქვს ამ დღეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვისაც რაღაცა ის ცოდვა, რომელიც ძალიან გიშლით ღმერთთან ხელთან ურთიერთობაში ხო არის ცოდვები, რომელთაც აი ვეღარ ეზიარები მე რაღაცა რცხვენია ღმერთის ამ ურთიერთობით მე იცი რომ ეს ცოდვა შეგვის დამანგრებელია, გამანადგურებელია. თამეჯერ ძალიან მოჯერ გვისაუბრია ჩვენ ცოდვას დაკავშირებით. ცოდვა არის სიკვდილი. ცოდვა არის აი როგორ ამეცი, აი ცოდვა არის სიბინძურე. ცოდვა არის სიმხრალე. ცოდვა არის ჯოჯოხეთი. როცა ადამიანი ცოდვაში ხარ ჯოჯოხეთში. ჯოჯოხეთში ცხოვრობ. როცა ადამიანი აი ცოდვას ეხები ჯოჯოხეთს. და როცა ადამიანი ეხები სიწმინდეს, ეხები სამოთხეს. აი ყველა შენი სიწმინდა შეხება ნიშნავს სამოთხესთან შეხება და სამოთხისეულ სიხალ და შეხება არის ყველანაირი სიწმინდე ადამიანისა. ადამიანის სულში როგორც ეს სიწმინდე შემოდის უკვე აქვე დედამიწაზე, შენ სულში უკვე მკვიდრობს სამოთხე და შენ სულში მკვიდრობს უკვე საოცარი სიხარული. ბედნიერება მკვიდრობს შენში, სიხარული მკვიდრობს შენში. და ცოდვა არის სიკვდილი, არის ჯოჯოხეთი, ტკივილია. და ფერიცვალების დღესასწაული ადამიანს ძალიან ეხმარება იმაში, რომ ადამიანმა ეს ფერი იცვალოს და საკუთარი ცხოვრება შეცვალოს, სასიკეთოდ შეცვალოს, ღვთისკენ შეცვალოს დღევანდელი დღე. წარმოიდგინე მაცხოვარი სანამ ჯვარზე გაეკვირებოდა, იცოდა უკვე დადგა დრო რომ უკვე მაცხოვარი ჯვარზე უნდა გაკრულიყო, თავისი სამოწაფე არშია და თაბორის მთაზე ავიდა. ავიდა თაბორის მთაზე, რომ იქ მისი დიდება გამოეჩინა მოწაფეების ნაშრომი, რომ იცოდა რომ მოწაფეები ძალიან დაპყრობდებოდა, რომ დაინახავდნენ წავლეხა დატყვევებული მაცხოვარს, იქ მაცხოვარს გაშოუტავდნენ, ჯვარზე მოკვდებოდა და მოციქულებს ძალიან შეეშინებოდა, ეს მერტმა იცოდა. ამიტომ წინასწარ ანახა როგორც ეს ნაწილობრივი დიდება, თავის საღვთო დიდება ანახა და ეს თაბორის საღვთო ნათელი გამოცხადა მათ წინაშე, მოციქულების წინაშე და ეს ნათელი გამოცხადა და წარმოიდგინე ორი დიდი წინასწარმეტყველი, ილია წინასწარმეტყველი, რომელიც ზეცად ცოცხლად არის აღტაცებული და მოსე წინასწარმეტყველი. ეს ორი ადამიანი მაცხოვართან ერთად იყო და ესაუბრებოდა. ამათა განმარტებით, ესე იგი ეს არის აი სიცოცხლე და გარდაცვალება, ანუ გარდაცვალება სიცოცხლე და სიცოცხლე აი ხო ცოცხლად აღტაცებული ელია წინასწარმეტყველად ზეცად და ეს ცოცხალი ადამიანი რომელიც აღტაცებულია, ადამიანი რომელიც ხო ფიზიკურად გარდაცვლილი, ანუ უკვე მარადულ სამყუროში გადასული მოსე ერთად ხვდებიან მაცხოვარს. ამით ისე ჩანს რომ ღვთისნაში ყველაფერი ერთია, ანუ ცოცხალს და გარდაცვალებას ღვთისნაში ერთია. ღვთისნაში ეს ყველაფერი აი ზოგჯერ არის აი ადამიანები ჩვენ რო ახლობენ რო გარდაიცვლება, ჩვენ გონია რომ იმათთან ურთიერთობას ვწყვეტ. არ და იმათთან ურთიერთობა თავისუფლად შეიძლება. თუ ისინი ისე ცოცხლები არიან.
გარდაცვალებული ადამიანები ისე მცოცლებია, რომ ისინი გარდაიცვალენ და მარტო სამყოფოში წავედნენ. ეს ამითაც უდიდესი მოგეში არის დღევანდელი დღე, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ღმერთისთვის, რომ მისინაშე არ არსებობს ცოცხალი და არ არსებობს მიცვალებული. ის ყველას ღმერთი ერთდროულად არის. გარდაცვალებული მიცვალებული ღმერთი ერთდროულად არის და ეს ფერიცვალება დღესდღეობით ამასაც კი აკავშირებს ერთმანეთს. და ამითაც კიდევ უფრო მეტად გვაახლოვებს ჩვენ გარდაცვლილ ახლობლებთან და მათთან აი საოცარ კონტაქტს გვამყარებინებს. ვინც ჩვენ აქედან წავიდა და ვინც ჩვენ გული დავწავხდნენ წასვლით, იმათანაც ვაკავშირებს ხოლმე ეს დასასწაული. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, ამ დღის გააზრება და გათავისება და მინდა რომ რაღაცა ეს დღევანდელი დღე თვითონული თქვენთაგანისათვის, რომ რაღაცა ეს დღე იყოს, აი აქედან რომ გახვალთ ახლა, რომ დამთავრდება ეს სახურება, რომ მორჩება ეს სახურება წმინდა ზიარებას მიიღებთ, რომ წახვალთ მერე და თქვენ სახლებისკენ რომ წახვალთ, მინდა რომ რაღაცა აი დღევანდელი დღე თქვენ ცხოვრებაში ახალი ცხოვრების დასაწყისი იყოს. აქედან რომ გახვალთ, რომ თქვენ ცხოვრებაში ახალი ცხოვრება დაიწყოს. აი სხვა ადამიანმა გაიგვიძო შენში, ახალმა ადამიანმა გაიგვიძო შენში, რომელიც ქრისტეს მთელი არსებით ეძებს. ეძებს აი წყურია ქრისტე, უნდა მასთან ყოფნა, მის ერთობაში უნდა რომ იყოს, წარმოიდგინეთ, მარიამობის მარხვა არის ახლა ხო, რომ გაიაზოს ღვთისმშობელთან ურთიერთობა, როგორი ტკბილი დედა ყავს შენ. შენზე ლამაზი დედა არავის არ აქვს. ჩვენ წარმოიდგინეთ ქრისტიანებს, ჩვენი პირადი დედის გარდა ყავს ყველას დედა, წარმოიდგინეთ. ღვთისმშობელი ყავს დედა, წარმოიდგინე შენ ქრისტიანს და შენ წარმოიდგინე შენ ღვთისმშობლის შვილი ხარ, შენც ხარ ამ უდიდესი ღვთისმშობლის შვილი ხარ, წარმოიდგინე და ეს საოცარი მარხვა არა, ღვთისმშობლის მარხვა არის და ამხელა შეწენა ღვთისმშობელს მას უთხოვო არ არსებობს აი ღვთისმშობლისათვის სულ რო დაცემული იყო, სულ რო ცოდვაში იყო, რომ დედა ღვთისმშობელმა შენ არ შეგიწალოს, ოღონდ თუ მას ამ შეწენაზე დახმარებას თხოვ. ერთ-ერთ შემრევლს ვესაუბრებოდი, დღეს ღვთისმშობელს ვსაუბრობდი და ესეთი პატერი კი გავახსენე მას ღვთისმშობელს საუბრის რომ წარმოიდგინეთ ორი ბერი ძალიან დათვრა, რაღაცა ძალიან ისე აირია და რაღაცა ძალიან დათვრენ, საშინლად რაღაც საშინლად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ეს ბერები და იმდენად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რომ ალახში ჩავარდნენ, წარმოიდგინე ამ ტალახში ამოიგიგნენ, ამოისვარენ ამ ტალახში და საშინლად დღეში იყვნენ ეს ბერები და ერთმა ადამიანმა გამორე დაინახა რომ ეს ბერები ამ ტალახში გორაობენ, ამ მძიმეს მდგომარეობაში არიან და შეხედა ღორებს რა ზღვანანო რა ესე ამ ბერებზე თქვა ამ ადამიანს გამოიარა და უცებ დედა ღვთისმშობელი გამოეცხადა ამას ამ ადამიანს დავალება ესენი ჩემი გოჭები არიან ესენი აი ესეთია დედა ღვთისმშობელი ზარვე როგორი ესენი ჩემი გოჭები არიან ესენი ჩემები არიან მე რა რომ ესეთები არიან მე რომ ესე გაისვარებ მე რომ დაეცე ცოდვაში მე მზადაო რომ ისინი გავასუფთავო მე მზადაო რომ ისინი გავწმინდო იმიტომ რომ ესენი ჩემები არიან ესენი ჩემი შვილები არიან აი ესე ყველა ადამიანს უყურებს დედა ღვთისმშობელი აი ესე უყვარს დედა ღვთისმშობელს ყველა ადამიანი და ელოდება რომ შენ მოინანიო და შენ მის წიაღში შემოხვიდე და ის თავის კალთას ესე გადაგაპარებს და მის კალთაში მოგახვედრებს და მის კალთაში დაგიფარავს სულ მოგეფერება და ჩაგიხუტებს ეს ქვეყანა და ეს ჩვენი ქვეყანა ძალიან ბევრჯერ მithავს არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ამ ქვეყანას სხვა მფარველი და სხვა შემწე გარდა ღვთისმშობლისა არავინ არ აყავს და ერი უნდა დაირაზმოს და დედა ღვთისმშობელს უნდა შეავედროს საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა და უნდა ვთხოვოთ ყველამეთად რომ დედა ღვთისმშობელო შენ შეეწიე ჩემს ქვეყანას შენ შემეწიე მე ძალიან უგუნური ვარ მე ძალიან ცოდვილი ვარ მე საშინლად ცხოვრობ ესე არ უნდა ცხოვრობდეს ქრისტიანი როგორც უნდა ცხოვრობდე და შენ დამეხმარე რომ ჩემი ცხოვრება შეიცვალოს რომ მე შენ სასიკეთოდ ვიცხოვრო იმიტომ რომ როცა დამთავრდება ჩემი ცხოვრება და უეჭველი ვინც აქ გახარ ყველანი უეჭველად გარდაიცვლებ ერთადერთი რეალობა ერთადერთი ჭეშმარიტება რაც არსებობს რასაც არავინ არ კამათობს და ვერავინ ეკამათებს ეს არის რომ ჩვენ ყველანი უეჭველი გარდავიცვლებით ადამიანი დაბადებისთანავე როგორც კი ადამიანი იბადება იმ წამსვე იუსტინე პოპოვიჩი ამბობს ესეთ სიტყვებს რომ დედაო როცა შვილს ბადებსო იმ წუთშივე იმ შვილსო საჩუქრადო პირველ საჩუქრადო სიკვდილს უკეთებსო სიკვდილს ჩუქნისო იმიტომ რომ იმ წამიდან დაბადების წამიდან მასთან სიკვდილია ჩასაფრებულიო იმ წამიდან უნდა გარდაიცვალოსო და როგორი მნიშვნელოვანია რომ შენ იცი ეს ყველაფერი და შენ სწორად იცი როგორ უნდა წარდგე ღვთის წინაშე იმიტომ რომ ეს დღე უეჭველი დადგება ყველასთვის ჩვენ ყველანი უეჭვალად გარდავიცვლებით
თან არავინ არ იცის ეს დღე თვითონი ჩვენგანისთვის როდის დადგება. ეს წამი და წუთია ისეთი რომელიც ჩვენ არ ვიცით. გათენებული დღე უდიდესი მადლი და წყალობა ღვთისა. უდესი წყალობა ღვთისაგან. დაღამებული ღამე უდესი წყალობა ღვთისაგან. შენ რო დღეს ხედულობა გაქვს ეს უდესი წყალობა ღვთისა, მაგრამ ჩვენ სამწუხაროდ ამის მადლიერება არ აქვს. ადამიანს რომ ხედულობა აქვს და თვალში რომ ხედავს, ამის მადლიერება კი არ აქვს. რაღაცა რო არ აქვს იმას განიცდის. მაგრამ ეს რო აქვს იმის მადლიერება არ აქვს. ფეხით რო გადაადგილდები, იმის მადლიერება კი არ აქვს. რაღაცა რო არ აქვს და რაღაცა ფინანსურად რო უჭირს, ან რაღაცა ხორცად რო უჭირს, ის გონია გაჭირება. და ის რაც აქვს, იმის მადლიერება და პატივისცემა არ აქვს. და წარმოიდგინე, უეჭველი გარდაიცვლები და დამთავრდება შენი ცხოვრება. და არ უნდა ემზადებოდი ამ დღისთვის, რაც უეჭველი სინამდვილე და რეალობა არის. და მაშინ როგორ ახარ ქრისტიანი, შენ თუ ამ დღისთვის საკუთარ თავს არ ამზადებ. და ნეტარი ავგუსტინი ამბობს, ბედნიერია ქრისტიანი, რომელსაც გააზრებულია სიკვდილის არსი და რომელმაც იცის რომ ის უეჭველი გავა ამ ქვეყნიდან და ამ დღისთვის თელი არსებით ემზადება. და მას ამ დღეს არ ეშინია, იმიტომ რომ ეს არის დღე, როდესაც ის უფალს შეეგებება და ის უფალს შეხვდება. ეს საოცარი დღე არის და დღეს მამებთან საუბრობდი, წარმოიდგინე, ტოროპარი, აღდგომის ტოროპარი, როგორი საოცარი ტოროპარია, რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო უღრმავდები ამ ტოროპარს და უფრო და უფრო ვიწყებ ამის გაგებას. ქრისტე აღსდგა მტრეთით, სიკვდილისა დამდგუნველი და საფლავებშიც ხორის მინჭებელი. და როგორ ნახეთ, სიკვდილის დამდგუნველია. როცა სიკვდილი დგება, მაშინ იდგუნება სიკვდილი, მაშინ თავდება სიკვდილი. ანუ როცა შენზე მოიწევს სიკვდილი, მაშინ თავდება სიკვდილი. და მაშინ იწყებ შენ ამდულ ცხოვრებას. და მაშინ გადადიხარ ამდულ ცხოვრებაში. ოღონდ ეს დაუსრულებელი ცხოვრება, ან შეიძლება შენთვის იყოს სატანჯველის და მარადიული ჯოჯოხეთის ცხოვრება და დამთავრდეს შენი სიკვდილი და დაიწყო შენთვის მარადიული ტანჯვის ცხოვრება, ან შენთვის დამთავრდება სიკვდილი და დაიწყება ნამდვილი ცხოვრება, დაიწყება სიხარულის ცხოვრება. მარადიული ცხოვრება ღმერთში. და ღმერთმა შეგაძლებინოთ ყველას და ღმერთმა დააკლოცოთ მადლი და წყალობა არ მოგაპოთ და ყველას გილოცავთ ევანგელს და ღვთის კურთხევა, წყალობა, სიკეთე და მადლი ღმერთმა არ მოგაპოთ. ამინ.